ჩვენ არაფერი გავაკეთეთ. შემდეგ ტაძრის მოედნიდან ვაჭრები გაყარა. შესაწირი ცხოველებით და არ ჩავერიეთ. რამდენჯერ თქვით, რომ ვაჭრები ტაძრის ტერიტორიას ბილწავენ? ჩვენ მას ტაძარში ქადაგების უფლება მივეცით, მაგრამ შენი ავტორიტეტი არც ერთხელ აღიარა, კაიფა. ის ისრაელის რელიგიურ ლიდერებს არ ემორჩილება. უნდა გავასამართლოთ ისრაელის სახელით. არ ამგონია ამის უფლება გვქონდეს. გონიათ ვიცით რას ფიქრობს და რისკენ მიისწრაფვის ებრაელი ხალხი. რას გულისხმობ? ხშირად ვფიქრობ, რომ უხუცესებმა არ ვიცით მათი რეალური პრობლემები და ფიქრები. როგორ უნდა გავუძღვეთ, თუ კი არ ვიცით რა არის მათ გულებში. ჩვენი წინამძღოლობის გარეშე დაიღუპებიან. ადამიანი დახარბებულია სიახლეზე. ხალხი მის ფოკუსებსა და დაპირებებს დახარბდა. მე ვნახე ის და მისი ქადაგებაც მოვისმინე. მისი სიტყვები ჩვენგან განსხვავებით ადამიანის გულამდე აღწევს. ეს არ არის ძველი რიტუალები ან ფორმულირება. ეს ახალი ხედვაა, პასუხი ყველა იმედზე. გზავნილი, ერთგულების, სიწმინდისა და თავმდაბლობისა. ჩვენ ეს იოანე ნათლისმცემლისა და ასობით სხვა წინასწარმეტყველისგან უკვე მოვისმინეთ. რატომაც არა? ჩვენი რელიგიის სიმდიდრე ის არის, რომ ის ღია ახალი იდეებისთვის. სწორედ ასეთი აზროვნება ახალისებს სრულ წინასწარმეტყველებს. შესანიშნავი ხალხი ვართ. ცოდნა გვწყურია, მაგრამ ფარისევლები ვართ, რადგან ცვლილების გვეშინია. ვამტკიცებთ, რომ ახალი იდეები გვჭირდება ახალ თაობებთან სასაუბროდ, მაგრამ როგორც კი ახალი წინასწარმეტყველი გამოჩნდება, მზად ვართ გავგუდოთ. გინდათ ისტორიაში საკუთარ წინასწარმეტყველთა მუსვრელი სახელით შევიდეთ? არა, გთხოვთ ძმებო. გთხოვთ. არ მგონია ახლა ფილოსოფიური გარჩევების ადგილი და დრო იყოს. ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. ის თავის მოწაფეებს მისთვის მესიას დაძახების უფლებას აძლევს. ის ღვთისმგმობელია, თვითმარქვია. არ მინდა ჩემზე მცოდნეთა უპატივცემულობაში ჩამომერთვას, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან საკითხს არ განვიხილავთ. რა საკითხს? შესაძლოა იესო ნაზარეველი მართლაც მესია იყოს, ხალხის მხსნელი. ხურო გალილეადან? ეს ადამიანი ქადაგებლის ხელოვნებას დაეუფლა და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ თავი წინასწარმეტყველად გაასაღოს. მე იმის თქმა მინდა, რომ როგორც ჩვენმა ძმამ იოსებმა თქვა, მისმა სიტყვებმა ჩემი სული შეძრა. ყველაფერი სხვაგვარად დავინახე. სხვაგვარი ნათელი მოეფინა. მე საოცრება დავინახე. უფლის ნიშანი და მივხვდი ჩვენთან უფალი საუბრობს მისი ბაგეებით. ნიკოდემოს, ხვდები რას ამბობ? ხელს ნუუშლით, აცადეთ საუბარი. მოусმინეთ, აცადეთ საუბარი, არ გააჩუმოთ. ჩვენი რელიგიის ქვაკუთხედი მესიის მოსვლაა. რატომ ახლა არა? რატომ გგონია, რომ ის ახალი სოლომონის ან ახალი დავითის დიდებით ჩამოვა? განა უფალს არა აქვს უფლება ერჩიოს ის, ვინც უნდა. თუნდაც ნაზარეველი ხუროს ვაჟი. დავითი მეცხვარე იყო. განა ჩვენ ვინ ვართ, რომ წყვეტთ, ვინ აირჩიოს უფალმა საკუთარი ხალხის მხსნელად? ჩვენ ხომ ქვიშის მართლები ვართ, ცარცის მტვერი, რომელსაც ქარი განაბნევს. დაეუფალმა თვალები აგვიხილოს და მისი სიბრძნე დავინახოთ. მოძღვარო ნიკოდემოს, მე ყოველთვის პატივს გცემდით. მაგრამ მითხარით, როგორ გავიგო თქვენგან მისი დაცვა? რომლის მისიაც, როგორც ჩანს, ხალხის გაყოფაა. ეს ღირსეული ასამბლეაც კი მისი წყალობით დაგსაქსულია. როგორც ჩანს, იესო ნაზარეველი ნამდვილად საინტერესო პიროვნებაა. ნუ თუ ვერცერთი თქვენგანი ვერ ხედავს ყველაზე მნიშვნელოვანს.
თავარი ის კი არ არის, რას ამბობს, ან თუნდაც ის ეგრეთ წოდებული სასწაულები, ან თუნდაც ის, რომ მას მესიას უწოდებენ. თავარი ის არის, რომ ეს ადამიანი ბედავს და აცხადებს. მიჭირს ამის თქმა. ბედავს და აცხადებს, რომ ღვთის ვაჟია. მოძღვარო ნიკოდემუს, შენი ერთგულებითა და გონიერებით და შენ იოსებ, შენი გულწრფელობით გითხარით, ჯერათ რომ ის ღვთის ვაჟია, უფლის ტოლია, თუ კი უფლის ვაჟი არ არის, მაშინ ვინ არის ეს იესო ნაზარეველი? წინასწარმეტყველი? მხოლოდ ცრუ წინასწარმეტყველი თუ ჩათვლის, რომ მას უფლის ძალა აქვს და ეტყვის ცოდვილს, რომ ცოდვები მიტევებული აქვს. მხოლოდ უფალს შეუძლია ცოდვების მიტევება. მთელი ისტორიის მანძილზე ცრუ წინასწარმეტყველები ჭირივით არიან ისრაელს მოდებული. მართალია, ის რჯულის დაცვისკენ მოგვიწოდებს, თუმცა ჩვენი რელიგიის არსს ღალატობს. რომაელები არ დაელოდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენი რჯული ამბობს, რომ ის, ვინც ღვთის სახელით წინასწარმეტყველებს, იმას, რაც მისთვის უცნობია, ასეთი წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს. თუ კი ეს იესო ცრუ წინასწარმეტყველია და ღვთის შეურაცხმყოფელი, აჯობებს მოკვდეს ერთი ადამიანი, ვიდრე მთელი ერი წარწყმდეს. მაგრამ კაიფა, რომაელთა ბატონობის ქვეშ ებრაელები მაქსიმუმ თხას თუ გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს, მაგრამ არა ადამიანს. მადლობა ზერახ, რომ რეალობა შემახსენე. ამ შემთხვევაში განაჩენს რომაელები გამოიტანენ. კაიფა, მისი დანაშაული ჯერ არ დამტკიცებულა. ჩვენი რჯულის მიხედვით განაჩენი მხოლოდ უმაღლეს სასამართლოს გამოაქვს. რაც უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეს, ჩვენ ძმას რომაელებს ვერ გადავცემთ. ნება მომეცით, დავარწმუნო იესო, რომ პასექის შემდეგ გვეწვიოს და აგვიხსნას. რადევს მის გულსა და გონებაში, როდესაც ამბობს, რომ ის უფლის შვილია. გეთანხმები ძმაო. დავკითხოთ იესო და თავის გამართლების საშუალება მივცეთ. არა, თუ გადავდებთ, ის საშიში გახდება. თქვენ იცით, რას მოიმოქმედებს პილატე, თუ კი უმოქმედოდ ვიქნებით. ზერახ, ის დღესვე უნდა დავაკავოთ. მღელვარება გაძლიერდება, თუ კი ტაძრის დაცვა მის ზებნას დაიწყებს. მთელ ქალაქში მოგვიწევს ზებნა. არავინ იცის სად იმალება თავის მოწაფეებთან ერთად. ერთ ადგილას ერთ ღამეზე დიდხანს არ ჩერდებიან. ფიქრობ ვიცი, როგორც მოვძებნოთ. ზერახ, არ დაგავიწყდეს. იესო ნაზარეველი, ჩვენი ძმა.
იუდა. Როგორც იქნა გიპოვე. ბოლო 2 დღეა შენს მოძღვართან ერთად არ გამოჩენილ ხარ. სად იყავი? განმარტოვებით ფიქრი მინდოდა. გადაწყვეტილება უნდა მიმიღო. მეგონა მიიღე გადაწყვეტილება. ასე მეგონა. მაგრამ ახლა ვეჭვობ. დაბნეული ვარ. მჯეროდა რომ დიპლომატია ყველაფერს გადაარჩენს. გააზრებული ნაბიჯები. მაგრამ ვშიშობ. ჩემი მოძღვარი არ მეთანხმება. But I fear my master does not agree with me. ჩემი იდეები არ სჭირდება. ამბობს, რომ გული უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ მართალია. ნუ თუ ჩემი გული გახიზტდა. ვარ მისი მოწაფეობის ღირსი. სახლში უნდა წავიდე. იუდა, თავს ნუ იტყუებ. გულის სიღრმეში ფიქრობ, რომ იესო ნაზარეველი არ არის მესია. Jesus of Nazareth is the Messiah. ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზაა. ეს თავიდან მეიცოდი, ჩემს სანახავად რომ მოხვედი. და იესომ სინედრიონის წინაშე დაამტკიცოს. Before the Sanhedrin. უკვე გვიანია. არ მიიღებს ამ შეთავაზებას. რატომ? უხუცესებში ბევრი მხარდამჭერი ყავს. Maya Jesus. მას სამართლიან განაჩენს გამოუტანენ. თუ კი ნამდვილად მესიაა, მას უფალი არ მიატოვებს. და თუ კი არ არის მესია, შენ ისრაელს კიდევ ერთი ცრუ წინასწარმეტყველისგან გადაარჩენ. მოძღვარო. ბედნიერი ვართ, რომ შენთან ერთად ვახშმობთ პასექის დღესასწაულზე. მთელი გულით მინოდა ამ ვახშმის თქვენთან გაზიარება. მე პასექის ამ ღამისთვის მოვევლინე. მალე თქვენთან აღარ ვიქნები. მომძებნით, მაგრამ იქ, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ წამოხვალთ.
მოძღვარო, სადაც არ უნდა წახვიდე. მე უკან გამოყვები. თქვენთვის სიცოცხლეს გავწირავ. პეტრე. გამთენიისას, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს. შენ მე სამჯერ უარ მყოფ. მიუხედავად იმისა, რომ მიცნობ. არა მოძღვარო, არასდროს. არასდროს. მე შენ არასდროს უარ გყოფ. ყველანი დაკარგავთ ერთგულებას. მეცხვარეს დააკავებენ, ცხვარე კი გაიფანტება. ყველა რომ უარყოს მე. პეტრე. მე შენთვის ვილოცე. როდესაც ძალა დაგიბრუნდება, შენი ძმებიც გააძლიერე. სიმართლის გეუბნებით. ერთ-ერთი თქვენგანი მიღალატებს. მოძღვარო. გული მტკივა. მე ვარ ის, ვინც გიღალატებს. Is it I? ის, ვინც ფიალაში პურს მაშინ ჩააწობს, როდესაც მე. სწორედ ის გამცემს. რის გაკეთებასაც აპირებ. სწრაფად გააკეთე. სად წავიდა? არ ვიცი. კურთხეულ არსუფალი ჩვენი, რომელმაც დაგლოცა რჯულით და მოგვცა პური. ეს ის პური არ არის, რომელსაც ჩვენი მამები მიირთმევდნენ. დღევანდელი პასექი არის გზა სიცოცხლისაკენ. The passage from the bondage of death to the freedom of life. ის, ვინც ამ პურს მიირთმევს,
სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებს. shall have eternal life. მიიღეთ. ეს ხორცია ჩემი. Is my body. გააკეთეთ ეს ჩემი სახელით. დღეიდან ეს ფიალა არა მხოლოდ საზიარო იქნება, რომელიც უფალმა ჩვენს მამებთან ერთად სინას მთაზე შექმნა. არამედ ჩემი სისხლი. ახალი შეთანხმების სისხლი, რომელიც ჩემგან გამოედინება. მე აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფის წვენს. სანამ თქვენთან ერთად არ დავლევ მამაჩემის სამეფოში. In my father's kingdom. გაძლევთ ახალ მცნებას. გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე მიყვარდი თითოეული. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს. როდესაც ადამიანი მეგობრისთვის გაწირავს თავს. თუ კი ერთმანეთი გეყვარებათ, ყველა გაიგებს, რომ ჩემი მოწაფეები ხართ. მამა, დრო მოვიდა. შეამკე შენი შვილი, რომ მან შეძლო შენი შემკობა. გაანათლე ისინი, ვისაც მიუტევე. და არა მხოლოდ ისინიც, ვინც ამბობს, რომ სწამთ ჩემი. მე გზა ვარ. ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
პეტრე. მამა. უკვე შესაძლებელია. და ეს ჩემ დაუხილავად მოხდეს. თუ არა. და ასრულდეს შენი ნება. შენი დრო დადგა იუდა. ჩრდილის დრო. მოძღვარო. შენს მოძღვარს ამბორით უღალატე. ის არის დააკავეთ. იუდა. რა ხდება? მოღალატე. შენ უღალატე. შენ უღალატე. ანდრია, პეტრე, მომისმინეთ. მოძღვარს გადარჩენის შანსი მხოლოდ სინედრიონთან საუბრის შემდეგ აქვს. თავი დაანებეთ. ისინი მოკლავენ მას. იესო. იესო. არა, პეტრე. გაეთრიე. ყველა დააკავეთ. ზერახ, შენ მეგჭირდები. მიპოვე. მათ თავი დაანებეთ. წაიყვანეთ. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. საწაიყვანეს. საიწაიყვანეს. ზერახ. ზერახ. ზერახს უნდა დაველაპარაკო. ზერახს უნდა დაველაპარაკო. აქ არის? აქ მოიყვანეს? ვინ? იესო. მოძღვარო ზერახ, გთხოვთ, არ მესმის ამ კაცის. ზერახ.
სად არის შეხვედრა კაიფასთან? მე იქ უნდა ვიყო. Be there with Jesus. შეხვედრა? waiting. არავითარი შეხვედრა არ არის. მას გაასამართლებენ. შენი იესო ღვთის გმობაში დაადანაშაულეს. შენ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია იუდა. შემოგვიარე ეს ყველაფერი რომ დასრულდება. ხომ გაიგე რაც გინდოდა. ახლა გაეთრიე. გაეთრიე სწრაფად. მოძღორო იოსებ. შენ საძებნელად მოვედით. ეს მართაა, ლაზარეს და. ეს კი მარიამი, იესოს და. იესო, დააკავეს. ვიცი, მეც ვიყავი შეხვედრაზე დაბარებული. თქვენ გავლენა გაქვთ სინედრიონში. დაგვეხმარებით? აუცილებლად ვეცდები, ხომ იცით? რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. ვერ ხვდები ამ მატყუარამ, როგორ გაასულა ამდენი ადამიანი. შენ ხომ გჯეროდა მისი? ვაღიარებ მჯეროდა. ყველას გვჯეროდა. ახლა სიმართლე გაიგე. ბევრი რამ, რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა. მერე რა? ბევრი სიკეთე გააკეთა. სიკეთე? ის ეშმაკის ხრიკები იყო. კარგი, ახლა უკვე ვიცით, რომ მატყუარა და ღვთის მგმობელია. ამისთვის პასუხს აგებს. წამოდი, მაპატი ასე გვიან რომ გაგაღვიძე. მოძღვარო ნიკოდემუს. ძმებო. კაიფამ თქვა, რომ ის ისევე გაასამართლდება, როგორც ყველა სხვა. იესო, არ ვაპირებთ ისე მოგექცეთ, როგორც დამნაშავეს. მაგრამ ვალდებული ხარ ასამბლეას შენი ქცევების მიზანი განუმარტო. რა რწმენას ავრცელებთ შენ და შენი მოწაფეები იუდეაში? მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი, რომ მსოფლიოს გაეგონა ჩემი ხმა. მე ვასწავლიდი სინაგოგებსა და ტაძრებში. საიდუმლოდ არაფერი მithქვამს. რატომ მეკითხებით? კითხეთ მათ, ვინც მოისმინა. ისინი არიან მოწმეები. კაიფა, მე მოვისმინე მისი ქადაგება და მისი სიტყვები არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას. რაბი, ბევრი შენითქმულება ჩვენთვის გაუგებარია. მაგალითად, მოწმეები ამბობენ, რომ შენი თქმით შეგიძლია ტაძარი გაანადგურო და 3 დღეში აღადგინო. ვერავინ შეძლებს ტაძრის 3 დღეში აღდგენას. მის სიტყვებს სიმბოლური დატვირთვა ექნება. საკუთარი ყურით მოვისმინე, რომ მას 2 დღეც კი ეყოფოდა. 3 დღე, 4. ხედავთ, მოწმეებიც კი ვერ თანხმდებიან. ყველა დეტალი ვერ გვემახსოვრება. აჯანყება იყო. პროვოკატორი კი იესო გახდა. ამისთვის კი რომაელები ჩვენ გვაგებინებენ პასუხს. ჯანყი ბარაბამ გამოიწვია. რომაელებს მიზეზი არ სჭირდებათ. ყველამ კარგად იცის, როგორც მოეხსნენ ჩვენ სერს. ყველას კარგად გემახსოვრებათ შემთხვევა, როდესაც 1000-ობით ებრაელი
იერუსალიმის კედელთან დახოცეს, რადგან საკმარისად თავგანწირულნი არ იყვნენ. To satisfy the Romans' lust for blood. დარწმუნებული ვარ, არც ერთ თქვენგანს არ სურს, რომ პილატეს ხელში კიდევ ერთი ჩვენი ძმის სიცოცხლე აღმოჩნდეს. არა, რა თქმა უნდა, იოსებ, ამაში ყველანი ვთანხმდებით. კაიფამ უკვე თქვა, რომ ეს სასამართლო არ არის. ჩვენ ამ ღამით სახლები იმიტომ დავტოვეთ და აქ მოვედით, რომ იესოს ახსნა მოვისმინოთ თავისი მისიის შესახებ და განხეთქილებას ბოლოს მოუღებს. ძმაო, ჩვენ გვსმენია, რომ შენი მისია სიკეთისა და სიყვარულის გავრცელებაა. თხოვ, მშვიდობა შემოიტანე ჩვენს ასამბლეაში. მითხარი. შენ საკუთარი თავი ღვთისვაჟად განაცხადე. The Son of God. ახლა Now, in the name ყველა სახელით გეკითხები. eternal. შენ მესია ხარ? ძე ღვთისა. მე ვარ. თქვენ იხილავთ ადამიანის ძეს, რომელიც უფლის მარჯვნივ დაჯდება. აქ, ო ისრაელო, Israel, ჩვენი უფალი ერთადერთია. the Lord is one. საკმარისად მოვისმინეთ. წაიყვანეთ პროკურორის წინაშე. და ეპილატე პონტოელმა განსაჯოს და გამოიტანოს განაჩენი. For trial and judgment. რა განაჩენი გამოიტანეს? პილატე პონტოელთან გაუშვეს. ვიცით როგორც დასრულდება. ერთი წუთით. მე შენ გიცნობ. იესოსთან ერთად გნახე. მისი მოწაფე ხარ. არა, მე მას არ ვიცნობ. შენ ხარ. შეხედეთ. მე ვიცნობ. ერთ-ერთი მისი მოწაფეა. ხო, ნახე, მეც ვნახე. არა. დააკავეთ. ხომ გითხარით, არ ვიცნობ. არ ვიცნობ. აქ რა ხდება? ის იესოს მეგობარია, დაიჭირეთ. Don't let him go. ხოთ. ეს შეცდომაა. არ ვიცნობ იესოს, ვიღაცაში გეშლებით. წადი. ჩუმად იყავით. არ იცით რომ ეს წმინდა მიწაა.
გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ. გესმის? თავისუფლება ბარაბას. შეშლილი ხალხია. შენი მეგობრები შენს თავისუფლებას ითხოვენ. ალბათ ხალხის დახოცვა რომ განაგრძო. მე მკვლელი არ ვარ. მათთან არანაირი საერთო არ მაქვს. მე პატრიოტი ვარ. ყველა კრიმინალები ხართ. არავის უკეთესი არ ხარ. ის არის მკვლელი და არა მე. მან მაიძულა. მისი იდეა იყო. როდის მოხდება? როდესაც პონტოელი პილატე კეისრისგან პასექისთვის ჩამოვა. მისმინე. უნდა გამოთავისუფლო. მე არაფერი ჩამიდენია. მომისმინე. თავისუფლება ბარაბას. გაათავისუფლეთ ბარაბა. გაათავისუფლეთ ბარაბა. გაათავისუფლეთ. არ გაქვთ მისი დაპატიმრების უფლება. გაათავისუფლეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს? სულ ერთი კვირით წავედი და ქუჩაში მაშინვე მატლები გაჩნდნენ. ვინ არის ეს ბარაბა, რომლის თავისუფლებასაც ითხოვენ? ზილოტია, რომელიც დავაკავეთ. ხალხი შეაწუხეს. არ ამგონია ჩემი სამართლიანობა შეაწუხონ. ასი კაცი გამოყავი და ქუჩები გაწმინდე. დავიღალე. ბოდიშის მოხდით პროკურორო, მაგრამ დავიღალე. იერუსალიმი ხალხით სავსეა. ბევრი მათგანი საკმაოდ ფიცხია. ხო, და დამშვიდდებიან. ბარაბას სახით მაგალითს რომ ვაჩვენებთ. პილატე, კიდევ ერთი საკითხია, რომელიც უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთი? ხო, თავად სინედრიონმა გადმოგვცა. გალილეელ მქადაგებელს ეხება. კვინტილიუს არ ვარ მათი მქადაგებლობით დაინტერესებული, ხო მიცი? რა თქმა უნდა ვიცი. მაგრამ სინედრიონი, რომლის მოკავშირეობაც ჩვენთვის ხელსაყრელია, ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სასწრაფოა. სასწრაფო? ვისთვის სასწრაფო? მაპატიე. შესაძლოა მომდევნო კვირაში. პირველ რიგში. ბარაბას საკითხს მივხედავთ. პილატე, სინედრიონის დელეგაცია გელის. თავად ზერახის ხელმძღვანელობით. ის ქადაგი იესო ნაზარეველის თან ხავთ. შენს განაჩენსელიან. განაჩენი? თავად ზერახი? ალბათ მნიშვნელოვანია. არა. არ მინდა. მათ რელიგიურ კინკლობაში ჩავერიო. ეს ანგარიშია წინასწარმეტყველთა შესახებ. ბოლოთვის მანძილზე. ჩემი აზრით არ ღირს მათი გაღიზიანება. აჯობებს შეხვდე. კარგი, შემოუშვი. რას დაყუდებულ ხარ, შემოუშვი. პილატე, შიშობ. ჩვენ თავად მოგვიწევს გარეთ გასვლა. ჩვენ მოგვიწევს? მათი რჯულის მიხედვით. რომელთა სახლში ვერ შემოვლენ. პასექის დროს. წარწყმდებიან. წარწყმდებიან? როგორ დამავიწყდა? კარგი. ჩვენ მივიდეთ. კარიბჭესთან მოიყვანე.
შეუძლებელია ასეთი ხალხის მართვა.